მიდგომ და ეს საკანონმდებლო ცვლილებები, რაც აქვს დაანონსებული ემიგრანტებთან მიმართებაში, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, ხალხის რისხვა უნდა იყოს, ჩვენც იქ მეც იქ ვიდგენთ წინა ხაზზე, როგორც აქამდე არაერთხელ მგავარდა, უნდა იყვნენ აი ემიგრანტების ოჯახის წევრები და ისინი უნდა იცავდნენ საკუთარ ემიგრაციაში მყოფი ოჯახის წევრის უფლებებს და ერთ-ერთი ინსტრუმენტი არის ხო ემიგრაციაში მყოფი ადამიანისთვის, რომ რაღაც საკუთარი პოზიცია 4 წელიწადში ერთხელ მაინც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან მიმართებაში დააფიქსიროს და ეს ადამიანები არიან მართლა ამ ქვეყნის ეკონომიკის ბურჯი და ასევე საერთოდ წარმოუდგენელი ამბავია ის ადამიანებს ეუბნებოდე რომ აქ ჩამოვიდნენ, მე 1 და 2 დღე გამოყონო, როცა ჩვენ ვიცით ემიგრანტების პრობლემები ხმის მიცემის პროცესში, ბოლო არჩევნების გამოცდილებით, რომ შტატიდან შტატში გადაადგილებაც კი პრობლემა იყო მათთვის, ან ევროპის რომელიმე ქვეყანაში ერთი ქალაქიდან მეორეში, იმიტომ რომ ხო, ნუ ბუნებრივად საკუთარი სამსახური ამის საშუალებას არ აძლევს, რომ რამდენიმე ამის საშუალებას ერთია და მე ის შემოსავლები, რასაც აი ხა ყველა არა ესე, მაგრამ დიდი უმრავლესობა მეგობრებო და ეს ყველაზე კარგად იციან იმ ემიგრანტებმა, რომლებიც ახლა გვიყურებენ. ყველა ევრო თუ დოლარი მათ აქვს დათვლილი შვილის სწავლისთვის, მშობლის სწავლისთვის, ოჯახში გამოგზავნისთვის, იქ თავისი კვებისთვის. ესე სად არის? შენ ახლა ადგე გადმოფრინდე, ხმა მისცე, მერე პლუს ამისა საბუთები, ეს კატასტროფა. და რამდენად დამცინავი არის, მე საერთოდ მაინტერესებს პირველ რიგში ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით რა პოზიცია, რა რეაქცია ჰქონდათ ქართული ოცნების აი 13% ამომრჩეულს, რომელიც ემიგრაციაში არის და ბოლო არჩევნებზე ხმა მისცა ქართულ ოცნებას. მათთვის რამხელა შეურაცხყოფა ხო წარმოგიდგენიათ და მეორე მე მგონია რომ ამათ აწუხებთ აი კონტრასტიც, რაც არის ემიგრაციაში მიღებულ რეზულტატსა და ქვეყნის შიგნით რეკორდული იყო